საშუალების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული მუხაძე მეტსახელად ქილერად დამნაშავეცნო. პროკურატურის ინფორმაციით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში საშუალების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს არასებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოს და მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. საშუალების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ეგრეთ წოდებულ ტერაქტში თითქოს და მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ცემის წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა აღიარებითი ჩვენებისთვის. განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობაც სცადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულ ფაქტზე მეგის ქარდავას ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჯაიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში სასჯელ ახსვლების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოს და მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.